ყოფილი პატიმარი და ბიზნესმენი ვანო მერაბიშვილსა და მის გარემოცვალს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას თხოვს. სერგო ბერიძის მტკიცებით წლების წინ მასთან მოლაპარაკებას მერაბიშვილის სახელით ბათმარმას ამჟამინდელი დირექტორი გელა გიგოლაშვილი და ლუხუმ კაპანაძე აწარმოებდნენ. ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ ამ ადამიანების წყალობით ციხეში 4 წელი და 6 თვე გაატარა. ლუხუმ კაპანაძე შემახვედრა გელა გიგოლაშვილმა, შევხვდი ლუხუმ კაპანაძეს, მოვილაპარაკეთ ყველაფერი. გავიდა 7 თვე იმუშავე, არავინ არ მოსულა, 7 თვის მერე დამიბარა გელა გიგოლაშვილმა, ის და მის კაბინეტში ბატონი თამაზ მღებრიშვილი. ანუ თქვენ ამტკიცებთ, რომ ეს ადამიანი იცნობს ამ იცნობს კი არა, ერთი ბანდის წევრები არიან. მერაბიშვილის ბანდაა ეს, კიკალეიშვილი, ლუხუმი კაპანაძე, გელა გიგოლაშვილი, გიორგი გიგოლაშვილი და პროკურორი დავით ჭარბაძე. ბერიძეს 5 წლის წინ ახალსოფელში სამკერვალო ფაბრიკის მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კომპლექსი 59 წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. ბიზნესმენმა კომპლექსის ასაშენებლად $200,000 დახარჯა. მისი თქმით, საქმიანობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში მასთან სამართალდამცავები მივიდნენ და აცნობენ, რომ ობიექტი გაიყიდა და ბიზნესი უნდა შეეწყვიტა. ყოფილმა ბიზნესმენმა დახმარება მერაბიშვილის დედას თხოვა, თუმცა უშედეგოდ, ცოტა ხანში კი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მე მოვითხო ამ დამებრუნონ ჩემი ტერიტორია. ან ის 2,300,000, რომელიც ჩემი და ლუხუმ კაპანაძე 12 მილიონი გაიტანა ქართულ ბანკიდან და გაიქცა, დამებრუნოს ის ჩემი 2,300,000. ან აღმედგინოს ჩემი სამკერვალო ფაბრიკა, აღმედგინოს ჩემი ქათმების ფერმა. სერგო ბერიძის ბრალდებებს ცილის წამებას უწოდებს ბათფარმას დირექტორი გელა გიგოლაშვილი ამტკიცებს, რომ მას ვანო მერაბიშვილთან ურთიერთობა არ აქვს. ლუხუმ კაპანაძე კი მისი ყოფილი პარტნიორი იყო. გიგოლაშვილის განცხადებით, მას ბერიძის დაკავებაში და ქონების ჩამორთმევაში მონაწილეობა არ მიუღია. ბერიძის განცხადება, ცილის წამებური განცხადება, სავსებით უსაფუძვლოა, აბსურდულია და შემიძლია ვთქვა, რომ საფუძველს მოკლებულია ყოველგვარი საფუძველი არ გააჩნია ასეთ განცხადებებს. მე არავითარი ურთიერთობა, არც მეგობრული, არც ნათესაური ურთიერთობა ბატონ ვანო მერაბიშვილთან არ მქონია და არც შეხება არასდროს არ მქონია. სერგო ბერიძე სასამართლოს გზით ქონების დაბრუნებასთან ერთად კომპენსაციასაც ითხოვს. თავის მხრივ ბათფარმას დირექტორი ბერიძის წინააღმდეგ რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელის შეტანას აპირებს და ბოდიშის მოხდას ითხოვს.